ჩვენ სულელობით მოვყვებით, როგორც თქვი, რესპუბლიკის მოედნიდან დღის პირველი საათიდან აი აქამდე საპროტესტო მსვლელობა არ წყდება პირიქით. აქ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის. გეტყვით იმას, რომ ახლა პეკინის გამზირზე ვარ, პეკინის ქუჩაზე ვართ ჩვენ ახლა და თქვენ ახლა შეგიძლიათ რომ კადრში ნახოთ, სწორედ ის ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და ხედავთ მათ რიცხვსაც, მათ აქვთ თან მოტანილი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, დრო და დრო ფანრით ანათებენ სოლიდარობის ნიშნად, ასე ვთქვათ, და ასევე მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, რომ ამ დროის განმავლობაში, როდესაც მოვდიოდით, არც ერთ ინციდენტს არ ქონია. ადგილი პირიქით, ხალხი, რომელიც აი ფანჯრებიდან იყურებოდა, ვინც აქ მუშაობს, ან ვინც აქეთ ცხოვრობს, ყველა სოლიდარობას უცხადებდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს. იყო მათ შორის ახალგაზრდებიც, ასევე ასაკოვანი ხალხიც. თქვენ ახლა კადრში ხედავთ სწორედ აი იმ ხალხს, რომელიც საპროტესტო აქციას მთელი დღის განმავლობაში მოყვება. ესენი არიან სხვადასხვა პროფესიაში დასაქმებული ხალხი, კონკრეტულად მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ არის IT სფეროში დასაქმებულები, ასევე არიან ბუღალტრები, აუდიტორულ კომპანიებში დასაქმებული ხალხი და ისინი საბოლოოდ, ასე ვთქვათ, ცალ-ცალკე ჯერ დაიწყეს მსვლელობა მათ და შემდგომ შეერთდნენ და საბოლოოდ უკვე აი ასეთი სახით, როგორც ხედავთ, ჩვენ პეკინის ქუჩაზე ვიმყოფებით და სწორედ პეკინიდან მივემართებით ახლა საქართველოს პარლამენტისკენ. წესით ეს უნდა იყოს უკვე საბოლოო დანიშნულების ადგილი და თქვენ აი ახლა კადრშიც ხედავთ, თუ როგორ მოემართებიან და მონაწილეები, საპროტესტო აქციის მონაწილეები და მათი ნაკადი შეიძლება ითქვას, რომ არ წყდება. ჩვენ ვიყავით ძალიან ბევრ ადგილას, დავიწყეთ რესპუბლიკის მოედნიდან, შემდგომ წავედით პარლამენტისკენ, იყო ვაჟა-ფშაველას გამზირი, იყო ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, შემდგომ უკვე პეკინზე ვართ ჩვენ როგორც გითხარით და საპროტესტო აქცია გრძელდება. საპროტესტო აქციაზე თითოეული მოქალაქე გამოხატავს თავის გულის ტკივილს, ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მათ არ სურთ რუსეთი. ისინი ამბობენ, რომ იმ განცხადებით, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ქართული ოცნება აჩერებდა მოლაპარაკებებს, ამის გამო ძალიან შეწუხდნენ, ძალიან გაღიზიანდნენ და სწორედ ამიტომ ისინი პროტესტს უცხადებენ სწორედ ამ განცხადებას და თვლიან, რომ საქართველოს უნდა განაგრძოს ევროკავშირში სვლა და სწორედ აი დღევანდელი ეს აქცია, დღევანდელი ეს დროშები, ბანერები, რაც მთელი დღის განმავლობაში იყო, სწორედ ეს ასახავს მათ პროტესტს. მშვიდობიანად ისინი მოემართებიან თბილისის ქუჩებში, ფაქტობრივად ყველა თბილისის ქუჩა იყო, ასე ვთქვათ, გადაკეტილი იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი ხალხი იყო აქ გამოსული და საკმაოდ ბევრი ხალხია ახლაც მოსული. აქ მანქანებიდანაც ძალიან ბევრი უცხადებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას და საპროტესტო აქციის მონაწილეებსაც ძალიან სიამოვნებთ ეს ფაქტი და როგორც გითხარით, არც ერთ ინციდენტს ამ დროის განმავლობაში არ ქონია ადგილი. საპროტესტო აქცია გრძელდება კვლავ მშვიდობიანად და ჩვენ შეგვიძლია რომ მოვისმინოთ ახლა თითოეული მოქალაქის აზრი, რომელმაც ისურვა და ჩვენთან გააკეთა კომენტარი. მე ვარ მხატვარი, სტრით არტისტი და ილუსტრატორი და დღეს ვარ ქართველ ხალხთან ერთად. ყოველდღე გამოვდივარ სხვადასხვა სხვადასხვა ნახატით და დღეს გამოვიტანა ერთ-ერთი ნახატი, რომელიც საახლოებით 3 დღის წინ მქონდა უკვე გამოტანილი და 2 წლის წინ არის შესრულებული ცოცხალი ოკუპაციის თემატიკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თემა მგონია. და საფუძველი ამ ყველა სიგიჟის, რაც გამოწვეული არის ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ოკუპირებული ადამიანი არის გამოხატული და მიზეზები ზუსტად იქ იწყება, რომ ტვინებია ჯერ ოკუპირებული, შემდეგ ტერიტორიები, რესურსები და ასე შემდეგ და დღემდე ცოცხალი ოკუპაცია არის. ვერ წარმომიდგენია ისეთი საქართველო, სადაც ჩვენი ხმა არის გაჩუმებული იმ ადამიანების, ვისაც გულწრფელად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოებაც. სულ ეს დღეები სულ მინდოდა მადლობა მომეხადა პრესის წარმომადგენლებისთვის და მომეცა შანსი და ამასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ამ ყველაფერში და
არ ვიცი. მე ბოლომდე აქ ვაპირებ ყოფნას და დარწმუნებული ვარ, აქ მყოფი ყველა ადამიანი სანამ საბოლოოდ არ მივალთ გამარჯვებამდე. ისეთი ატმოსფეროა, რომ აი ყველა მხრიდან რაღაც ხალხი ყურება ფანჯრებიდან, რაღაც გვამხნევებენ, ყველა არის იმის მომხრე, რომ საქართველოს გახდეს ევროპული ერთ-ერთი ქვეყანა. მართლა არ ვიცით, ვის შეიძლება და უნდოდეს, რომ ჩვენ ვიყოთ რუსეთის ან რაღაცა მსგავსი ნაწილი. შესაბამისად, ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს. შინდელ კადრებში ვნახეთ, როცა ესეთი მსვლელობა იყო, რომ ერთი ქალი რო აჩერებს იმ თავის ავტომობილს და იქიდან ლანძღავდა აქციის მონაწილეებს და დღეს აი სპეციალურად ვაკვირდებოდი, რომ როგორი სიტუაცია იქნებოდა და რაც მოვდივართ ფეხით მთელი პეკინი და ვაჟა-ფშაველას გამზირი, მინდა გითხრათ, რომ აი ეს მანძილი რაც გამოვიარე, ერთი ეგეთი შემთხვევა არ იყო და აბსოლუტურად ყველა მანქანა, ვინც გვერდზე გაგვივლი და სიგნალით სოლიდარობას და მხარდაჭერას გვიცხადებ და ისევე როგორც ფანჯრებიდან ხალხი, ანუ ვინც ვერ ახერხებს კონკრეტულად ამ არ შეუვერთ.